მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო, ჩემო შვენიერო და ბედნიერო ადამიანებო, რჩეულებო, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემ არხს მხოლოდ რჩეულები უსმენენ და უყურებენ, მე დავბრუნდი, ტარასკოპი ახალი გაშლით გიბრუნდებათ. დღეს 22 დეკემბერია, მზე გადასულია ჩვენ ძვირფას თხისრქის ნიშანში. გუშინთელი მზებუდობა ალბათ კარგად გაატარეთ, კარგი სურვილები დაიბედეთ, ჩაიფიქრეთ, განახორციელეთ და იმედი მაქვს, რომ მატერიალიზდება ძალიან მალე თქვენი სურვილები და ახალი რეალობა, რომელიც ჩაიფიქრეთ. დღეს კი მსურს ვისაუბრო ესეთ გაშლაზე. რა სიახლეს გიმზადებთ სამყარო? რა სიახლე მოდის თქვენსკენ? მოდით ვნახოთ, ავჩეხოთ კარგად დასტა, კლასიკური დასტა, ვიმუშაოთ კლასიკური დასტით, შემდეგ თუ დაგჭირდება აუცილებლად გამოვიყენებ მეორე დასტასაც. შევარჩევ ჯადოქრების დასტას, რაღაც მომწონს ეს დასტა დღევანდელი გაშლისთვის და მოდით ვნახოთ. მოვვრთე მთელი ჩემი სამუშაო მაგი და თქვენთვის მე მგონი მთელი ნაძვის ღე ჩამოვხსენი, მაგრამ იმედია შეგიქმნით წინა საახალწლო განწყობა. მოდით ვნახოთ. ვისეა ეს გაშლა პირველ რიგში? სიგნიფიკაცია. რა სიახლე მოდის თქვენსკენ? რა სურს სამყაროს გითხრათ ამ სიახლით? რა სურს სოციუმს გითხრათ ამ სიახლით? და ესე გადმოვდებ, ეს რო არ შეგვეშალოს ხელი. აი ესე იყოს. და ბოლოს თქვენი სურვილები რა არის აი ამ ესე ვთქვათ სიახლის მიმართ. ნახოთ. დავიწყოთ. რა სიახლე მოდის თქვენსკენ? თქვენსკენ მოდის რამდენიმე არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ან ეს შეიძლება იყოს ორ პრეტენდენტს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ანუ თქვენ ბრძანდებით ქალბატონი ან ვაჟბატონი არ აქვს ამას მნიშვნელობა და ასე ვთქვათ თქვენი დაინტერესებულია საპირისპირო სქესი ან იგივეს არ აქვს ამასაც მნიშვნელობა ცხადია. მოკლედ არჩევანის წინაშე ხართ, თქვენი ცხოვრება დაუკავშიროთ ერთ ადამიანს, რომელიც გახლავთ. სავარაუდოდ თხისრქა კურო ან ქალწული ან მეორე ადამიანს, რომელიც შესაძლოა იყოს ტყუპები, მერწყული ან სასწორი, ან ეს ვარიანტი არის, ან უკვე საქმიან სფეროში შესაძლოა თქვენ შემოგთავაზონ ორი სხვადასხვა პოზიცია, ხო, რაღაცა მე ესე ვთქვათ შუარგოლის მენეჯერობა და თქვენ აი დიდი არჩევანის წინაშე დადგებით. ეს წლის ბოლომდე მოხდება ეს სიახლე თქვენს ცხოვრებაში. რა სურს სამყაროს გითხრათ აი ამ სიახლით? სამყაროს უნდა რომ გითხრათ, რომ თქვენ უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება ისეთი თქვენთვის ხელსაყრელი პირობა აერჩიოთ, რომელიც ხელშეუწყობს თქვენს განახლებას, რაღაც ახლის დაბადებას. თქვათ, მუშაობთ კომპანიაში, სადაც ბევრი წელია მუშაობთ და ახლა კიდევ შემოგთავაზეს რაღაცა რიგითი თანამდებობა, რიგითი პოზიცია, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში სამყარო გეუბნებათ, რომ აღარ გინდა ძვირფასო. აირჩიე ის, რომელიც შენს გრძნობებთან, შენს გულთან, შენს ინტუიციასთან, ხო, შენს შინაგან ბავშვთან უფრო ახლოს არის. სამყარო გეუბნებათ, რომ შინაგანი ბავშვი იპოვოთ და არა
თქვათ, იგივე წრეზე წახვიდეთ, ხო? რა აქვს ჩაფიქრებული სამყაროს ამ სიახლით თქვენს მიმართ. რა აქვს ჩაფიქრებული და სრული ტრანსფორმაცია და განახლება, ნახეთ. მე-13 არკანი ამოვიდა, შემდეგ უმაღლესი არკანი ამოვიდა ასევე მე-11 და ის რომ ეს აუცილებლად მოხდება. ამ სიახლით ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ნაცნობობა, ან სამსახურებრივი ურთიერთობა, ან პარტნიორული ურთიერთობა, არ აქვს ბიზნეს ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ყველანაირად მიგვანიშნებს ტარო, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სრული განახლება და ტრანსფორმაცია, ანუ ისეთი ცხოვრების დასაწყისი აქვს ჩაფიქრებული თქვენთვის სამყაროს, რომელიც აღარ განმეორდება. ანუ წინა ცხოვრება აღარ განმეორდება, სრულ განახლებაზე გადიხართ და იხსნება თქვენი ინტუიტიური შესაძლებლობები, რისკენაც მიდიოდით მთელი ცხოვრება, ფაქტიურად იქითკენ მიდიხართ. ყოველ შემთხვევაში ეს აქვს ჩაფიქრებული თქვენგან სამყაროს. რა სურს სოციუმს თქვენგან? სოციუმს კვლავ სულს, რა თქმა უნდა, მიჯაჭვულობება, რომ ისევ მიგაჯაჭოთ სამსახურზე, რომელიც თქვენი არ არის, ისევ მიგაჯაჭოთ სიტუაციაზე, რომელიც თქვენ მხოლოდ თქვენთვის დესტრუქციულია და თქვათ თქვენგან მოითხოვს სრულ მსხვერპლ შეწირვას და თავგანწირვას და ასევე დიდ ტკივილს გაყენებთ, ამ შემთხვევაში ხლების სამიანი უფრო ამას ნიშნავს და თქვენი რეპუტაციის დაცვა სურს. აქ შეიძლება იყოს დედის ფიგურა, ან სახლი, ხო, ან მამა, დედა, ანუ თქვენზე დამოკიდებული პირები, ვინც მიჯაჭვულნი არიან თქვენზე, ან მეუღლე, ან ოჯახის წევრი, რომელიც გაიწულებთ, რომ იცი რა, შენ გაქვს სტაბილური სამსახური, მოდი დაიცავი რა შენი რეპუტაცია და მიეჯაჭვე ისევ იმ სამსახურს, სადაც მუშაობ, ან დაიცავი შენი ოჯახის ღირსება და ნუ გაიცნობ ახალ პარტნიორს. რა გინდა ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, როცა შენ უკვე გყავს მეუღლე? შენ უკვე გყავს მეუღლე და რაღაც გინდა ეხლა, ან მე გყავარ, დედა გყავარ სახში და რაღაც გინდა ეხლა ახალი ნაცნობობა, ან რაღაცა ფლირტი, ხო, თუნდაც ფლირტის დონეზე. მოკლედ, სოციუმი გაიძულებთ, რომ ისევ ჩარჩოებში მოექცეთ, ისევ რაღაცა დაიცვათ თქვენი შეკოწიწებული ცხოვრება და მასობაში რა არის თქვენი გრძნობები, რა ენერგიებში ხართ აი ამ სიახლის მიმართ, ხო? თქვენ ხართ აბსოლუტურად გაცნობიერებული ამ სიახლის მიმართ. თქვენ აი ამ სიახლის, რომელიც თქვენსკენ მოდის, ხო, აი განახლებას, მოდი პირველი არკანი ამოვიღოთ, აი რაღაც ახალ ახლის კეთებას, ახლის შენებას მოაქვს უდიდესი მატერიალური. თქვენ გჯერათ, რომ ეს მოგიტანთ ძალიან დიდ მატერიალურ კეთილდღეობას, რადგან თქვენი ფინანსები და ამ შემთხვევაში ეს ფულის ნაკადი, რომელიც შემოდის და გადის, ხო, მე-6 ენერგიით, დაკავშირებულია თქვენს ცოდნასთან, იმაში დარწმუნებულობასთან, რომ ის სიახლე, რომელიც თქვენს მიმართ სამყარომ ჩაიფიქრა, ძალიან სწორი, ან ის ადამიანი, ან ის პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც სამყარომ გამოგიგზავნათ, ხო? და მოგცათ არჩევანის საშუალება, ნახეთ? მოგცათ არჩევანის საშუალება, რომ ეს აუცილებლად სიკეთეს მოგიტანთ და მატერიალიზდება. ნაკადებს გახსნის, ხო? მატერიალურ ნაკადებს, ფულის ნაკადებს გახსნის. და მოდით, გული რომ არ დაგვწყდეს, რაღაცა ნაკლებობის განცდა რო არ გქონდეს, ტაროს მიმართ, ან იმის მიმართ, რაც მე გითხარით, ხო? ესეთ მოკლე დროში, იმიტომ რომ აქ ნამდვილად გაუთავებლად შეიძლება საუბარი ამ გაშლაზე. მოდით ვნახოთ ამ დასტითად, ვნახოთ რას გვიმზადებს სამყარო. წელოთ და შუიდან ამოვიღებ კარტს. გასვლას, რაღაცა სიტუაციიდან გასვლას გიმზადებთ სიახლის კუთხით.
აი არჩევანის, აი საოცრება კიდევ ერთხელ განმეორდები. აქაც ამოვიდა თასების 7-იანი, აქაც არის თასების 7-იანი. ხედავთ ძვირფასებო, როგორ დაემთხვა? სამყარომ გეუბნებათ, ჩემო კარგებო და ჩემო რჩეულო ადამიანებო და გონიერებო და ლამაზებო და ჭკვიანებო, რომ თქვენ გაქვთ არჩევანის სამყარო თქვენ კი არ გზღუდავთ და რაღაცა კი არ გაპროგრამებთ, არჩევანის საშუალებას გიტოვებთ, ნახეთ. მოდი, გეუბნებათ, რომ გადი, გვერდიდან დააკვირდი შენს თავს, გვერდიდან შეხედა შენს თავს და აბა გააკეთე არჩევანი. ამოირჩიე, ნების თავისუფლება მოგცეთ სამყარომ. აი ამ ესეთ სიახლეს კვირდებათ. რომ ბედის, ანუ არჩევანის თავისუფლების წინაშე გაყენებთ და კი ბატონო, კვერთხების რაინდი. აირჩიე და იმის მიხედვით, შენი გეგმის მიხედვით აირჩიე. სამყარო გეუბნებათ, შენ ხომ გაქვს ჩაფიქრებული გეგმა? ხომ გაქვს? ხომ ეძებ და ვინც ეძებს, ის აუცილებლად პოულობს. თან პოულობს ბევრს, სამყარო გიგზავნით ბევრს და გაძლევთ საშუალებას, რომ აი ამ ბევრიდან შეარჩიოთ. ასე რომ თქვენი ბედის და თქვენი ცხოვრების შემოქმედნი ხართ მხოლოდ თქვენ, ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო და მე თქვენთვის მხოლოდ დადებითი მისურვებია. ალბათ ეს გაშლა უფრო რეზონირდა თხის რქებზე, ნაწილობრივ, იმიტომ რომ დღეს უკვე მზე გადავიდა თხის რქაში და თხის რქებო თქვენთვის ალბათ ძალიან ახლო იქნება ეს გაშლა, თუმცა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მოისმენს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირებული და მისთვის საჭირო, ესე ვთქვათ, მესიჯებს დაიჭერს აი ამ გაშლიდან. მე ისხა დამრჩენია, რომ დაგემშვიდობოთ, ასევე გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ტაროსკოპის არხი და დაგვიმეგობრდეთ, გაუზიაროთ მეგობრებს, თვითონ ვიდეო მოიწეროთ, დააჭიროთ გამოწერის ხილაკსა და პატარა ზარს, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და წლის ბოლომდე მე კიდევ გიმზადებთ საინტერესო გაშლებს. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.